მოგესალმებით ყველას, დაბრუნდით ისევ მაფია 1-ით და ეხლა არის სტუმრობა დიდარ ხალხთან. აუ, რა კაი ფოტოები შეიძლებოდა გამოსულიყო, მაგრამ ნუ არა უშვის. შეხედი ამ სახლებს, დიდი ეზოები, თეთრი ღობები. ნუ ამერიკული ოცნებაა რა ტომი? ნუ შეიძლება ხო? შენთვის არა? არა. მე ბიზნესთან უფრო ახლოს მომწონს ყოფნა. ამ პატარა ქალაქში უფრო მეტი კრიმინალი არის ვიდრე ქალაქში. მორეროლს ერთი პარლამენტარი ყავსო რა. დაქირავებულიო. Now Watkins is loaded for bear, trying to do right by his buddy. Word is, he's striking gold with a few witnesses. You have names? Yeah. But Paulie and Sam are taking care of them. I'm putting you on a different part of the job. We need whatever Watkins has got on us. Well, where's he holding? A safe in his villa. I'm no safecracker. Don't worry about that. We're taking you to meet Salvatore. He's fresh off the boat, but he knows how to pop open anything. Just get him into the villa, find the safe, and he'll do the rest. What kind of rumpus should I expect? Nothing you can't handle. Watkins is going to the theater, so the house should be empty except for a bit of muscle. The office is on the first floor, and our stoolie says the safe is in the wall. Once Salvatore has the safe open, grab all the evidence and get out. That him, boss? Yeah, that's our guy. Salvatore, tutto bene? Sì, grazie, Don Salieri. Good to see you. You know the job. Don't let me down. Sì, ho capisco. მოკლედ, თუ სწორად გავიგე, If you bump into Watkins, don't kill him. It'll just bring down more heat. You got it, boss. ვონკის თუ ნახავ არ მოკლავ, იმიტომ რომ უფრო ვარას იქნებაო. მოკლედ, არ ვიცი ხა, კარგად აქ რას მალავენ. Tommy Angelo. Piacere di conoscerti. Meraviglioso. მაგრამ დონი მუთხრა, რომ რაღაცასო მოკლედ მალავთო. ტომი მუთხრა მე ვინმე თვითმხილველი არისო, ანუ მაგას რომ მალავთო, ანუ ვიღაცამ დაინახაო და ნუ რამდენიმე იყო, მაგრამ პოლი და სემი მაგას მიხედავენო. შენთვის კიდე უფრო სხვა სამუშაო მოგვსო და მინდა რომ თუ არ ვსწრები ვისკერი თქვა მე მგონი, მოკლედ ვიღაცა კაცი არისო და ეგ უნდა ნახო. მაგასო კიდე სეიფში აქვსო დამალული თვით მტკიცებულებები რა. რისი დამალვაც ეხა დონს უნდა. მიდიო მოკლედ ეხა მანდო სეიფიო გადაიხიო, მაგრამ ტომი მუთხრა რომ მე სეიფის გადახვები არ ვიციო. ნუ პრობლემა არ არისო რა, აგერ ეს ტიპი არისო, ეს სალვადორი არის რა, ვინც ეხა წამოვიყვანო სალვადორი. და ეგ მიხედავსო სეიფსო. შენ კიდე მტკიცებულებები ყველაფერი ამოიღე და წამოიღე უკანო. და ვისკერს კიდე თუ ნახავ, ეგ არ მოკლავ, იმიტომ რომ გააფუჭებს უფრო ყველაფერსო. მოკლედ გეგმა გაქვსო რაღაცაო? და კიო ბოსმა მითხრაო ტომი მუთხრა. იმან ინგლისური არ იცის, ამან კიდე ის იტალიური არ იცის. Quella cassaforte avrà sicuramente un allarme. Yeah. This is gonna be a long night for the both of us. დიდი ღამე იქნებაო ჩვენთვის ორივესთვის, იმიტომ რომ ერთმანეთის ენა არც ერთმა არ იცის. Okay, my turn. ჩემი ჯერი არის. გააკეთე რაც მე გავაკეთებ. Get caught. და ეცადე არ დაგიჭირონ. Gotta keep safe. Safe. Sì, is my job. Apro cassaforte. Open safe. Christ. ნუ მოკლედ ტომი მუთხრა ეხა რომ ფთხილად იყავი და არ მოკვდეო. ანუ safe რა ეგრე ნიშნავს რომ ფთხილად იყავიო რა. მაგრამ იმან ისე გაიგო, სალვატორმა ისე გაიგო ეგ safe ანუ ფთხილად ყოფნა, რომ ხო, ანუ ჩემი სამსახური არის ის რომ safe-ი გავხსნაო. და ნუ ხელში მოვიდა მოკლედ ტომის და კაი დაიკიდეო რა. Stupendo. ეს ძალიან საინტერესო მანქანა. ნაყინების მანქანა. ეგეთები თუ იყვადრი არ ვიცოდი. მაგრამ კითხვებზე არ მპასუხობს ეს თამაში და ეგ ცოტა მაღიზიანებს. ჯერ კიდე სად მიდიხარ კაცო, მოიცა. Entriamo da lì. ჯერ სემი როგორ გადარჩა, ანუ რა მოხდა მან საერთოდ. მე კიდე ფრენკი მართლა მოკვდა თუ გაითამაშეს.
ნუ ვიდეოს როცა უყურებ მე edit-ის პროცესში, უფრო გავიაზრებ მაგას და წავიკითხავ რაღაცებს. Stay here. ხო, ნუ ლაბირინთი არისო. შენაგდარში მე კიდე დაცვას მიხვედავ მანამდეო. ეს დამავიწყდა როგორ Q. ეს ერთი. მოკლედ სროლაო გააღვიებს აკაურობასო რა და სროლა არ გინდაო. არა ეს პრობლემა კაც. ესეც მოკლაო მოდი. არა არქიტექტურა ძალიან ლამაზია მართლა. ძველი დროის არქიტექტურა. ეხლა ესეც ახლებს დააშენებენ. ყველაფერი უნდა იყოს აი ან უეჭველი რაღაცა მახინჯი თეთრი ან ერთფეროვანი რაღაცა სისულელე. არანაირი ნაკუთები თუ როგორც არის შენობებზე. ყველაფერი უნდა იყოს ერთნაირი, რაც საშინელება არის, მაგრამ არ აუშვეს. სამაგეროდ აი ძველი შენობები რაც არის, იმედია მაგას მაინც უკეთებენ რაღაც რესტავრაციას, ან კიდე ინარჩუნებენ მაინც როგორღაც. ნუ ზოგიერთ ქვეყანაში კი, ზოგიერთში არა. თუ აუშვები ამას რაღაცა ვიდეო ნახე ინდოეთზე იყო და იქაც არის რაღაცა შენობები, რაც აშენდა იმ პერიოდში, როდესაც იქ იყო ინგლისი ჩასული. და იმის მაგივრად რომ აი მაგ შენობებს ინდუელებმა მიხედონ, პირიქით კი არ ხედავენ, აფუჭებენ. და აფუჭებენ ისე რომ აი ფანჯრები იყო ჩამსროლი ვიდეო რომ ნახე, მოვლილი არ იყო ისე რომ აი ფაქტიურად ხეები და ბალახები და რაღაცები გამოდიოდა შენობებიდან. მიტოვებული რა ერთი თვით. და ცუდია რომ ეგრე იყიდებენ ამ ძველ შენობებს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზებია და მიხედვა ჭირდება. მოდი ეს დავიღოთ თუ შემიძლია ორი საღება. კაი, და მე მგონი მეტი არ უნდა რა აქ და თუ არის ერთი არის კიდე აქეთ. მოდი უნდა ეგეცავიღოთ ჩვენ. და იმასთან ახლა უნდა წავიდე ისე უკან თუ ის რავი როგორმე ვანიშნებ რომ აი მორჩა ესენი და მე უნდა მოვიდეს აქ. თუ არსები კიდე ვიღაცა ჩემ უკან იყო. ყოველ შემთხვევაში მანიშნე რომ აქეთ არის ვიღაცაო. აი. და ეგ როგორ მოგლაც. ეს stealth მისიები იმდენად არ მომწონს და არ მიზიდავს, ძალიან დამღლელი არის რა და აი დიდი დრო მიაქვს. არა მე მგონი გავიდეთ ეს. Think that's all of them. ხო აი მორჩებსო. Salvatore. Where are you? We're clear. Tommy, I hear. აკავარო რაღაც. სად კაცო ამაზია ხვედი? Where the hell did he go? საჯინებაში წავიდაო. Guy's a pain in the ass. Vieni con me. საჯინებაში ხარ ძმა? მოჩვენე წყალშია? არა, აგემოდის. სხვადასხვის ხო, გისმენ, ნახავ რა, ხედავ, ბრმა კი არა ვარ კაცო. პოდერაუზი ყოფილა. Sei un tipo tosto, eh? What? რაღაცა უთხრა რა. სხვადასხვის Borderlands თამაშობდი. Borderlands 2-ს. პირველიდან უნდა დამეწყო კი ვიცი, მაგრამ პირველი თუ ვაფშე არსებობდა Steam-ზე არ მეგონა ეგ და ვფიქრობდი რომ მეთქი ისეთი ძველი არის Steam-ზე რა უნდა მაგასო. What kind of luck are you? დაარტყი და გააღებო და მე ამან უთხრა მოიცე შენ სეიფებს არ უნდა აღებდეო და კარი თუ ვერ გააღე რა სეიფს გააღებო. Caravaggio. Hai capito? Painting? დავინჩის ნახატი არის მგონი. ამბობ რომ ამის უკან არისო და კიო. Okay, I understand. ეხა გავიგე ოპა. Non quello. Guess we got another room to check. ნახეთო იმგენის უკან რა. ნახატების უკან. ხო და Borderlands-ს შეეხება, ნუ ვითამაშე დაახლოებით ორჯერ მე მგონი მეორე ნაწილი Borderlands-ის მე მგონი რაღაცა ერთი შარშა ვითამაშე, მეორე 3 წელს ვითამაშე კიდე ცადე ყოველ შემთხვევაში რომ როგორმე მოწონებოდა ეგ თამაში, მაგრამ ვერა და ვერ მოვიწონა ეგ თამაში ვერანაირად. ეს მე მგონი რეალური იმიდანა ნახატი არის. მაგრამ ვერ მოვიწონა რეალურად, თუმცა 3 დღის წინ ცადე და მომეწონა სხვადასხვა და 3 დღე ვთამაშობ გადამბულად. შეიძლება დღეს დავუხურო. კაი, აბა ეხლა რა წერია აქ? ნუ მოკლედ აქ წერია რომ ერთ-ერთი ესე რომ ვთქვათ ცნობილი ადამიანი ტომას მორეტი მოკლეს აი ამ მანქანაში სულ ბომბები ჩაუდეს და მოკლეს იქო.
ვიდეოვარაუდით კიდე მისი მოწინააღმდეგე გენგიდან იყო ეგ ადამიანი, ვინც მოკლე ეგ ტიპი რა, ეხა ვის სახელს ვახსენე მე. მორეტი ეწერა თორსტები. ხო და იმედი არისო, რომ მისი სიკვდილი იქნება მაგალითი ყველა გენგებისა, რომ გენგებს შორის დაპირისპირება აღარ იყოს და როგორმე შეჩერდესო რა, ეგ დაპირისპირებებიო. და ფრენკი კიდე რო ამბობდა იმას, რომ მანქანაში ჩაჯდომის მეშინია უკვე, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება მანქანაში ბომბი იყოსო, სწორედ მაგას ამბობდა, რომ ეგეთი რაღაც არ მოსვლოდა ალბათ. რომ აი ჩაჯდებოდა მანქანაში და როგორც კი დაგოქავდა, ეგრევე ბუმ და აფეთქდებოდა. მოკლედ, ორი ვარიანტი ახლა აქ რაღაც თელს მიჩვენებს. ეს ვინა? მოსამსახურე. მოკლედ, არ ვაპირებთ აქ რომ რაღაცა დაგიშოვოთ. მოიცა. ეხლა ეს ვიღაცამ არ მიიღოს ისე რომ აი ან რასისტი ვარ ან რაღაცა მსგავსი, უბრალოდ აი ისტორიულად მაინტერესებს ამ პერიოდში ხო თორსტები რასიზმი არ იყო? თუ იყო? ხო და შავკანიანი რო ყავთ, ანუ მსახურად ესე ვთქვათ. არ ვიცი ეგ რამდენად ცნობილი ფაქტი იყო იმ პერიოდში. სხვადასხვა არ მახსოვს, აი შავკანიანი დავინახეთ ვიღაცა ჩვენ აქ თუ არ დაგვინახე არავინ. აი ქუჩაში რო დავდივარ, ვინმე იყო შავკანიანი თუ ყველა თეთრკანიანი იყო. თუ ეგრე არის, მაშინ გამოდის რომ ამ პერიოდში შავკანიანებს იმდენად არაფასებდნენ. ალბათ. და მაგიტო თამაშიც არ ჩაუდევთ იმდენად რა, ეგ diversity და ეგეთები. იმ ნახატის უკანონო ყოფილიყო, მაგრამ არ არის. ეს ვინა? არა კაცო, არა რა გაჩუნდი. ნუ შემოიჭრენ რა ქურდები არიანო ვითომ. ესეთი კარგი სახლი არის და ესეთი დანგრეული ოთახი რატო არის მანდ? კაი, რომელი ნახატი ხა შენ წავდი და იქეთ მოძებნე სხვაგან ცოტა. ეს ნახოთო. მარც აქ არ არის არაფერი. Sure it's behind one of these Salvatore. დარწმუნებული ხარ რომ რომელიმე ფანჯის ნახატის უკან არის? შენც მოძებნე ხა ეგ ნახატები კაცო, მე რომ მოძებნიებ. ჩემი აზრით მე რო ხა დონე ყოფილიყავი რომელიღაცა პატარა ოთახში შევდებდი ეგეთ აი შეიძლება აქ იყოს. ხო აი. რა თქმა უნდა მის ოთახში იყო. მე ვფიქრობდი რომ მეთქი ბუხარის ზემოთ რაღაცა დიდი ნახატია და მანდ იქნება თქო. Sure. უკაცრავდო. Show me what you can do. აბა მანახე შეგიძლია. მოვიდა. Shit. Be quick, Salvatore. Pacienza. შუმად იყავი შეჩემო. ნუ კონცენტრაცია ჭირდება ხამის გახსნას, იმიტომ რომ რაღაცა ხმა ხომ უნდა გაიგონოს და აცოდე ტომი, ეგრე მარტივი კი არა ეხა ამის საქმე. ვაი. Collegato all'allarme. What? Intrappolato. დებილი ხარ შე Come on, we need to get out of here. Vai dietro. მოიცა, არ გამოგიტანიეთ არაფერი, არ გაგიღიეთ. ეგ ხომ არა სეიფიდან ხომ და გამოგიღოთ ის მტკიცებულებები რაღაც ის რომ ვითომ რაღაც არ გიქნიათ თქვენ, ეს რა არის აქ? მოკლედ ცოტა ჩემთვის გავუგებრო წერი აქ ხა რასაც გითხულობ, ნუ კი გავიგე, მაგრამ თვითონ ისტორიის მიხედვით ვერ გავიგე რაღაცა. ესე იგი, თუ შეგიძლია რომ კარგი ეს რო თქვა მტკიცებულება მოგცე იმისი რომ სალიერმა ბილი მოაკლევინა ვიღაცეებსო, მაშინ შენთან ვიქნები ვალშიო. და რაც შეეხება კიდე პრისტ არის ეკლესიებში რო არის და მონასტრებში რო ისინი არიან, ნუ მღვდელივით ესე რო თქვა. მისი ისტორია, ანუ მაგ მღვდლის ისტორია, ანუ ვერ გავიგეთ მართალი იყო თუ არაო. და ეხა კიდე რომ მოკვდა და უკვე დამარხული არის, ფაქტიურად ეს არის ჩვენი ერთადერთი შანსიო. და აქ კიდე წერია რომ ესე იგი თუ მხილველები ვინც არიან ეგენი მოითხოვენ ძალიან დიდ თანხას, მაშინ დავფარავთო რა და ასევე კიდე ვინც არიან ჩვენი მეგობრები, ეგენიც კიდე პლუს დაამატებენ რაღაცა ზეწოლას მაგ საქმეს რა, ესე იგი მხილველების საქმეს ალბათ. და ფაქტიურად ესე იგი სალიერს და მის ოჯახს მოვიშორებთ და ეგ იქნება ჩვენთვის ძალიან კარგიო. და ამას ამბობს ეხა პროსეკიუტერ
ვოტკინსი ან ვეტკინსი. ეხლა ძალიან ცუდ მდგომარეობა არის და ასევე კიდე საშიში დრო არისო რა და მე კიდე შენი ესე იგი კარგი ყოფნისთვის ვღელაო. აქედან გამომდინარე, რამდენიმე ხალხი იქნება ხა შენთან, ვინც დაგიწევსო. და რობერტო წერს ესე იგი მაგ ბრალდებულ ვიტკინს წერს რობერტო. ეგეთ რაღაცებს. ნუ არ ვიცი ხა აზრი რამდენად გამოიტანეთ. თქვენ კიდე შეიძლება ჩემზე კარგად იცოდეთ ინგლისური და შეიძლება თქვენ წაიკითხოთ და კიდე შეიძლება თქვენ ჩემზე უკეთესი რაღაცა დასვენ გამოიტანოთ. პირადად მე დიდი ვერაფერი ვერ გავიგე ხა მანდ. ხო იმ სეიფიდან კიდე რა მოკლედ გადაჭრილი პისტოლეტი არის თორსები ეს და ვერაფერს უშვება საერთოდ და სეიფიდან კიდე რაც უნდა ამოგვეღო რაღაცეები არა მოგვიყია ყოველ შემთხვევაში მე არ დამინახია სადა აი მოკლედ რა აუ პოლიცია მოდის, კაი რა. აი, წამო. გადავაგდეთ ის. ნუ პირველად გავიგეო შენიო. მანქანაში შევძეთ და გავუცეთ რა და პირველად მესმის ხარ რას ლაპარაკობ. აუ, 3 ვარსკვლავია კიდე. ნუ ერთი პრობლემა კიდე გეუბნებით ის არის რომ ვერ გავიგე რისი დამალვა უნდა და თავად დონს. ანუ რა რასაც ამბობ მესმის შენიო. ვისი მკვლელობა დავიჯე რომ დონმა შეუკვეთა იმის მკვლელობა ეხლა რაზეც ვილაპარაკეთ ჩვენ რომ ვითომ ბომბი აფეთქდა მანქანაშიო. და მე მხილებულები ვინც იყო ნუ იმას კლავენ ეხლა სემი და პოლი ალბათ და საბუთების მხრივ რაც იყო სამხილები ეგ წესით ეხლა ჩვენ ავიღეთ. ნუ არ ვიცი მოკლედ. ცოტა გაუგებარი სიტუაციები არის ხა მართლა. So, morcio. Grazie a Dio. Salvatore. მადლობა ღმერთს მოგონი ეგრეთ ხო. Do I take you? ეხლა სად უნდა წაიგვანო? სახლში. We're home. და სახლი სად? 6 and Napoli. 60 და მაპელი. 6 and Napoli. ხო, გავიგე. Let's go. წავით. ხო და რა ვიცი, აი მინდა რომ გავიგო, მაგრამ ვერ ვიგებ. ძალიან ისეთი რაღაცები ხდება ამ თამაში. მე არ მგონია რომ ხა რაღაცა თავებს ვახტებოდი, ან კიდე იმ დონეზე არ ვიცოდე ელემენტარული ინგლისური, რომ რაღაცა ესეთი ვერ გავიგო, მაგრამ ინგლისური ცოდნაც არ არის, ანუ არ გაჩვენებენ რა ხდება. და ეგ არის საქმე. სემი დაჭრილი მივიყვანეთ იქ, არ მაჩვენეს იქ თუ მე რა მოვიდა, არც არავის არაფერი არ უთქვა საერთოდ სემზე, რომ აი სემი დაჭრესო და ეხა იმ ექიმთან არის და კარგად იქნებაო. არავის არ უთქვა არაფერი მაგაზე. მე კიდე რა მოხდა, აღარ მახსოვს კარგად. ფრენკი ხო, ფრენკი გაფრინდა რაღაცა თავის ცოლშვილთან ერთად და უცებ ანუ რო დაიწყო ეგ მეორე ჩაპტერი რა, ანუ ვიდეო რო დავიწყე, გავჩნდით გასვენებაში რა. თუ რას ქვია მაგას, ანუ ვასაფლავით ესე რომ ვთქვათ. მაგრამ ეგ ფრენკი მოკვდა, მოკლეს, თვითმფრინავი ჩამოვარდა, რაღაცა კატასტროფა იყო, თუ უბრალოდ აი მოიტყუეს რომ ვითომ ფრენკი მოკვდა, იქიდან გამომდინარე რომ ვითომ მის ოჯახს ვიღაცა არ დასხმოდა თავს, ან რაღაცა მსგავსი, ეგეც კიდევ ვერ გავიგეთ. ეხა კიდევ ვიღაცა მოკლესო და ჩვენ კიდევ ვცდილობთ რომ ვითომ სამხილები დავმალოთ და კიდევ ვინც არის თვითმხილველი ესე რომ ვთქვათ, ეგენიც მოვიშოროთ, მაგრამ ვიზი არის საუბარი და რა სამხილები არის, ეგეც ვერ გავიგე. ხო და რა ვიცი. თქვენ თუ იცით კიდე საინტერესო იქნებოდა. ეხლა ამას მე ვერ გადაგითარგმნით, ამიტომაც აზრი არ აქვს მოსმენას. ალბათ ტომი იტყვის რომ ვერ გავიგიო და გაჩვენდიო. ხო და რა ვიცი, თქვენ თუ კიდე გეუბნებით იცით მაგაზე პასუხები, საინტერესო იქნება თუ მეტყვით რა, ანუ რა მოვიდა ფრენკს. მე წეგად დავგუგლავდი, მაგრამ არ მინდა რომ აი ჩემი თავი ძალიან დავესპოილერო და იმ შემთხვევაში თუ იქნება მომავალ ნაწილებში ის თუ რა მოვიდა ფრენკს, მაშინ ნუ ხო. მაშინ დასპოილერება არ მინდა არც თქვა. მაგით არ მინდა დასპოილერება უბრალოდ. ხო, ნუ მოკლედ ხა ტომი ვერ გაიგო რა თქვა, ამიტომაც ნუ დაეთანხმა რა, კაი ჯანდაბასო. და ფაქტობრივად მოვიდით უკვე ჩვენ ამის სახლშიც.
სხვადასხვა კიდე ფაქტობრივად არ მიძინია 3 საათი მეძინა და გაბრუებული ვარ ახლა და თან კიდე ესე ვთამაშობ ამ თამაშს და ესე ვცდილობ რომ რაღაცა გავიგებინო თქვენც. მოკლედ ესეც მორჩა სტუმრობდით ესე იგი მდიდარ ხალხს. რა ვიცი ამის მერე კიდე გადავიღებ ერთ ნაწილს დღეს არ ამგონია იმიტომ რომ ძალიან მართლა დაღლილი ვარ და ვნახოთ მოკლედ როგორ ვიქნები. მაგრამ იმედია რომ რაღაცა თქვენ მაინც გაიგეთ იმიტომ რომ მე პირადად ვერაფერი ვერ გავიგე მაგრამ დღესაც სულ ეს იყო იმედია ვიდეო მოგეწონათ გამოიწერთ არხი და ლაიქეთ ვიდეო ჩვენს მან შეხვდებით შემდეგ ვიდეოში და დროებით